დილამშვიდობისა ყველას მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი 4 საათი და რაღაც წუთებია, ალბათ 15 წუთია. დღეს 15 მარტია. ვინც მოტყუდეს ბატია. არ არის 15 მარტი ასეთი რაღაც, მაგრამ მე ვიტყვი ასე. ვესაუბრები ესე იგი ბრმაძეს სამუელს ემანუელ, ანუ ჩვენთან არის ღმერთი. მინდა გავაგებინო ბრმაძეს, რომ ემანუელი არის. ჩვენთან არის ღმერთი. და პირველ რიგში გეტყვით, ჯერ დაგპატიჟებთ ყველას და პირველ რიგში გეტყვით, რატომ მინდა რომ ვესაუბრო ბრმაძეს და რატომ მინდა რომ უთხრა რომ ემანუელ, ანუ ჩვენთან არის ღმერთი. საქართველოში ვითარება ასია შექმნილი, რომ სამუელი, ანუ სამუელის სული, თვითონ ბრმაძე გამრავლებული არის ხალხში და მინდა რომ სწორედ აი ამ სამუელის სულს ვესაუბრო ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებულს. მე მაქვს ბევრ ხალხთან ურთიერთობა და ბევრთან რო არ მქონდეს, ცოტასთან ურთიერთობაც უკვე ნათელს ქმნის იმ ვითარებას, რაც საქართველოშია და ხედავ ერთ რამეს, რომ რწმენა აბსოლუტურად დაკარგულია. როგორც პოლიტიკოსებში, ისე სასულიერო პირებში რწმენა არის დასული იმ დონეზე, რომ საქართველოს აღიარება რატომღაც სამათხოვრო გახდა როგორც საზღვარგარეთის, ესე იგი ამა თუ იმ ეპარქიისა და ამა თუ იმ სახელმწიფოს აღიარებაზე დამკვიდრდა და დაფუძნდა. საქართველოს აღიარება როგორც ქართველებს ასე შეგვჩვენის, თურმე გვესაჭიროება საქართველოს და ქართველებს, რომ გვაღიარონ ვინმე სხვა საზოგადოებით პირებმა, ასევე სასულიერო პირებმა და ამაზე დავაფუძნოთ თურმე ჩვენი რწმენაც და ჩვენი სახელმწიფოც. სამუელ, მე მინდა სწორედ აი ამ ბრმაძეს მიუმართო. მე საუბარი მქონდა ისეთი, რომ ჩემს გაოგნებას და ჩემს საზღვარი არ ქონდა, ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ქონდა, როგორც სასულიერო პირიდან, ისე პოლიტიკურად ჩართული ადამიანებისგან, ჩემთვის იმდენად გამაკვირვებელი აღმოჩნდა, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, რომ იძულებული ვარ მე ეს ვიდეო ჩავწერო. იძულებული ვარ. მოდი გეტყვით პირველ რიგში იმ ილუზიებს დავარღვევ, რომელი ილუზიებიც დღეს საქართველოს მოსახლეობაში არის შექმნილი ამა თუ იმ გურუსა და ამა თუ იმ შარლატანისგან და პირველ რიგში გეტყვით ესეთ რამეს. რწმენა არის ჩვენში ხალხო. არსად სხვაგან არანაირი ძალა არ არის. არ არის. რწმენა არის ჩვენში, სადაც ქრისტეა. ჩვენში, სადაც ქრისტეა. ქართველს არ უნდა სჭირდებოდეს მსოფლიო პატრიარქებისაგან თუ ვინმე სხვა პიროვნებებისაგან აღიარება. ქართველი აღიარებულია ქრისტესგან და ეს კმარა. ეს უნდა შეიგნოს ქართველმა და არ უნდა დაუწყოს მათ ხოვრობა, რაც არ უნდა სასაცილო და სატირალი იყოს, არ უნდა დაუწყოს მათ ხოვრობა მსოფლიო პატრიარქებსა და მსოფლიო პოლიტიკოსებს, რომ ჩვენ ვართ. ისა ვარ, ვინცა ვარ, ამბობს ქრისტე და არავის ემათხოვრება რომ აღიარე. და თუ შენ ქართველს ეს არ შეგიძლია რომ გაიგო, მაშინ შენ ვერ აღსდგები და მაშინ შენ ვერასდროს ვერ იხილავ იმ სასწაულებს, რომელი სასწაულებიც შეიძლება შენს თვალწინ გაიშალოს. მე საუბარი მქონდა ასეთ ადამიანებთან, არც ახალს და არც გვარს არ დავასახელებ, უბრალოდ თქვენ უნდა შუაღამეში და ვისალალი თქვენ თავად უნდა მიხვდეთ თუ რა სუსტად
არის საქართველოს სულიერება დღეს და მე მინდა გაგაძლიეროთ ხალხო იმ რწმენაში, რომელსაც ქართველები ერთდროს ფლობდით. ძლევა ისაკვირველი დიდგორის ბრძოლის დროს ძლევა ისაკვირველი არ იყო რაღაცა მაგიური ძალების ჩარევით და არ იყო როგორც გველუკაშვილი ახსენებს ხოლმე რომ წმინდა გიორგი ცაზე გამოჩნდა და ეს წერილებშიც არისო, არამედ ძლევა ისაკვირველი იყო იმ გონებაში, რომელი გონებაც გააჩნდა საქართველოს ქართველ მოსახლეს და განსაკუთრებით ჯიგრებს. ეხლა ვინ არიან ჯიგრები, ამას აგიხსნით და მერე ვინ არის ემანუელი, იმასაც აგიხსნით. როდესაც დავით აღმაშენებელი ესე იგი 1000-ზე მებრძოლის წინააღმდეგ გაილაშქრა და როდესაც დავით აღმაშენებელმა იცოდა რომ ეს ბრძოლა ყველა შემთხვევაში წაგებულია, აქ მოხდა ჩარევა და არა ისეთი ჩარევა, როგორც მალხაზ გველუკაშვილი აღწერს, რომ ცაზე გამოჩნდა წმინდა გიორგი თავისი ცხენებით, არამედ მართლაც გამოჩნდა თეთრი გიორგი, მაგრამ ვინ იყო ეს თეთრი გიორგი, ის არის გასაგები, რომელსაც გიმალავენ დღემდე და რომელსაც გატენიან ილუზიებისა და ზღაპრების სახით. გეტყვით ახლა მე თქვენ და კარგად დაიმახსოვრეთ. და რატომ უნდა ვუმადლოდეთ წმინდა გიორგის წარმომადგენლებს და ვინ არიან ესენი, აი ამასაც კარგად გაგარკვევინებთ. ერთ-ერთი ბატონისგან, რომელიც სახელს და გვარსაც ჯერ არ დავასახელებ, მომივიდა მე ეს ინფორმაცია თუ რა მოხდა დიდგორის ბრძოლის დროს და ვინ გაიმარჯვა ბრძოლა. ვინ არის თეთრი გიორგი და საიდან მოდის თეთრი გიორგი, არის სწორედ ის საზოგადოება, რომელსაც ჩვენ შუანს ვეძახით და ჯიგარიც არის სვანების თეთრი გიორგი. როგორ გამოჩნდა თეთრი გიორგი და როგორ გამოჩნდა ის ცაზე, აი ეს არც ილუზიაა და არც ზღაპარი, ეს მართლაც მოხდა, მაგრამ ეს მოხდა რეალურად და ახლა დაიშოკებით. როდესაც სვანებსა და დავით აღმაშენებლის დროს დაძაბული ურთიერთობა იყო და სვანები დავით აღმაშენებელს არც ერთ ბრძოლაში მხარში არ ედგნენ და იმიტომ კი არა რომ ისინი მხდალები იყვნენ ან არ უნდათ მასთან ბრძოლა და არ იყვნენ ქართველები, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელი ბევრ შეცდომას ჩადიოდა და სვანების მიერ ის არ იყო აღიარებული. დედიკო, ამ შუაღამეზე რამ გაგაღვიძე, დედიკო, დაჭექი, მიდი, მოდი გაკოც. მოდი. ნახეთ, როდესაც გაიგეს სვანებმა, რომ ჩვენ ვაგებთ და საქართველოს კარგავთ, მაშინ ჩაერთვნენ სვანები ამ ბრძოლაში და მაშინ გონივრულად გადაწყვიტეს ეს საკითხი, რომ 200 მეომარი თავიანთი რუგზაკებით შესულიყო და რა იყო ამ რუგზაკებში, ეს არის საკვირველი სწორედაც თუ რა გონივრულად და რა მოხერხებულად გადაწყვიტეს სვანებმა, რომ ამ ბრძოლაში დავით აღმაშენებელს იმის გამო, რომ საქართველოს კარგავდით, მიხმარებოდნენ. ამ რუგზაკებში, მეგობრებო, სვანებს ჰქონდათ სკები და როდესაც მიუახლოვდნენ ეს 200 მეომარი და შევიდნენ პირდაპირ ბრძოლის ველზე, დაახეთქეს ეს სკები და გამოყარეს ფუტკრები, რომელიც შეესია მართლაც ჰაერში გამოჩნდა დიდი ფუტკრების გროვა, რომლისგანაც სწორედაც შეშინებული იქნა ამხელა ჯარი და უკან დაიხია და საქართველოს ტერიტორია დატოვა, სწორედ ამის ნიადაგზე, რომ სვანებმა ამ ბრძოლას თავიანთი 200 ფუტკრის სკა შესწირეს. ეს არ არის არც ის ილუზია, რასაც გველუკაშვილი ჩვენ გვიყვება, რომ ცაზე გამოჩნდა თეთრი გიორგი თავისი ცხენებით. არა, მეგობრებო, არც ერთ ვითარებაში ჩვენ ილუზიებში ყოფნა არ გვაწყობს.
იმ ილუზიებში ყოფნა, რომელსაც დღემდე ატენიან კაცობრიობას ამ წერილების სახით და რომელ წერილებსაც, რეალურ წერილებსაც მალავენ, სწორედაც აი ეს არის კაცობრიობის ჭირი, რომ დღეს საქართველოში რწმენა სრულიად დაკარგულია და რომ დღეს ქართველი ვინმე სოფლიო პატრიარქებისაგან და სოფლიო პოლიტიკოსებისგან მოითხოვს აღიარებას, რომ ჩვენ ვარსებობს თურმე, სხვამ უნდა დაგვიმტკიცოს და ბეჭედი დაგვირტყას, რომ ჩვენ ვარსებობთ. რასაც მე სრულიად არ ვეთანხმები, რამე თუ ისა ვარ, ვინცა ვარ და არავის მტკიცებულება არ მჭირდება, რომ მე ვარ. და თუ მე ვარ, მაშინ მე დავანახებ საზოგადოებას ვინა ვარ. როდესაც ნოეს დროს კაცობრიობა გაწყდა, ნოემ თავისი შთამომავლობა გადაინახა და ვინ იყო ნოე? და ამას ძალიან ხშირად ვამბობ ჩემს ლაივებში, ნოე იყო სვანი. ნოეს პირველი სახარება, რომელიც დღეს ეფუთის სახით არის ცნობილი, ინახება სწორედაც შუანთა საზოგადოებაში, სვანეთში, რომელსაც დასდევს მსოფლიო მასონთა საზოგადოება და ამის განადგურებას ლამობს, რამე თუ ერთხელ და სამუდამოდ გააქროს ის მტკიცებულება, რაც დღემდე სვანებს აქვთ შემონახული. რა გააქროს? წერილობითი ფორმა, სადაც ქართულ ენაზე, სვანურ ენაზე დაწერილი არის ყველა ის წესი და წესდებულება, როგორ უნდა იცხოვროს სწორად ქართველმა თუ ადამიანმა, ამა თუ იმ კუთხის პირმა, თუ ამა თუ იმ მთის შვილმა. თუ ეს წერილი გაქრება, მასონთა საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქებს და იტყვის, ჩვენა ვართ, ვინცა ვართო. ვინ არიან მასონთა საზოგადოება? მასონთა საზოგადოება არის იმ რეპტილოიდური სისხლის წარმომადგენლობა, რომელიც შეერია შუანთა საზოგადოებას, რომლისგანაც გამრავლდა კაცობრიობა და რომელი ენაც არის უპირველესი. თუმცა ამის აღიარება დღეს არც ერთ საზოგადოებას არ აწყობს. რატომ? იმიტომ, რომ ძალაუფლება მის ხელში გადავიდეს და ძალაუფლება ერთხელ და სამუდამოდ თვითონ მოიპოვოს ბრმა ძემ, თუმცა ემანუელის გამორიცხვით. რატომ სცემდნენ სვანები თამარ მეფეს პატივს და რატომ სცემენ სვანები თამარ მეფეს პატივს დღემდე? და რატომ დაუჩოქა თამარ მეფემ სვანებს? როდესაც სვანებმა დიდგორის ბრძოლა მოაგებინეს დავითს, წერილობითი ფორმით ასე ჩაითვალა, რომ დავითი იგებს ამ ბრძოლას და რა ჰოი სასწაულება, დავითია სასწაული თურმე. დავითი არის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, რომელიც ზეგავლენაც მოდის სხვადასხვა საპატრიარქო სოფლიო პატრიარქებიდან. და სწორედ ამაზე არიან სვანები გაბრაზებული დავით მეფეს მიმართ და დავით მეფეს თავის მიწაზე აღარ უშვებენ. თუმცა რომ ამბობენ, რომ თამარ მეფის დედა ოსი იყო, თამარ მეფის დედა ოსი კი არა, თამარ მეფის დედა იყო სვანი. ამის გამო, რადგან თამარ მეფის დედა მეტად გონიერი იყო, თავის შვილში ჩადებს იმ თესლს, რომელიც მოდის სვანებიდან. თამარ მეფე სვანების წინაშე თავისი წინაპრების გამო ბოდიშს სიხდის და სვანებს უჩოქებს. კი არ იკნინებს თავს, არამედ ამით თამარ მეფე თავის სიდიადეს ავლენს, რომ ის აღიარებს იმას, რაც უნდა იყოს აღიარებული, რაც ვერ მოახერხა თამარ მეფემ და ვერც ერთმა მეფემ. რატომ არის სვანების დევნა დღეს და რატომ არ უნდათ სვანების აღიარება? მიუხედავად იმისა, რომ სვანეთში ძალიან ბევრი შერეული
პირიც აღმოჩნდა, რომელიც თავის თავს სვანს უწოდებს, თუმცა როგორც ჩანს ისინი სუფთა სვანები არ ყოფილან. და სწორედ ეს ასუსტებს იმ საზოგადოებას, რომელიც საზოგადოებას დღეს სვანეთში გაორებას ქმნის. მაგალითად, ერთნი ამბობენ, რომ სვანური ენა არ არის აუცილებელი, მეორენი ამბობენ, რომ სვანური ენა უნდა არსებობდეს. და პირდაპირ გეტყვით, თუ სვანური ენა არ იარსებებს, აღარ იარსებებს კაცობრიობა. რატომ არ იარსებებს კაცობრიობა? სვანური ენა არის უპირველესი ენა, რომელიც ხსნის ყველა იმ ინფორმაციას, რაც ენაში დევს. როდესაც ქრისტარი და ენი ქრისტეში დევს, აქ პირდაპირ გვეუბნება, რომ შენი ფუძე დევს ენაში. რომელ ენაზე საუბრობ შენ? იმ ენაზე, რომელიც ბაბილონის გოდოლის დროს დამახინჯდა და დასაჭურისდა და დაიჩეხა, თუ იმ ენაზე, რომელიც უპირველესია და მასში ჯერ კიდევ არის ღვთიური ძალა, რომელ ენაზე საუბრობ შენ? თუ კი ღვთიურ ენას მოსპობ, როგორც ფუტკარი 5 წელში დედამიწა დაიხურება. ტყუილები რა გველური მეთოდები, მადლობა რომ ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის. კი, ლალი. ჩვენ წაგვართვეს ის რწმენა, რომელიც გვქონდა, რადგან მოგვიყვნენ ტყუილები, მოგვიყვნენ ზღაპრები და ის ფუძე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, წაგვიშალეს. მე მინდა რომ სწორედ ეს ფუძე აღვადგინო სრულიად საქართველოს მოსახლეობაში და ვინც მე და ამ ამბავს დასცინებს, ის თავის თავს დასცინის. მე გიყვებით იმას რეალურად, რაც იყო და რეალურად, რაც უნდა აღდგეს საქართველოში. მე მოვისმინე არაერთი ადამიანისგან და არაერთი პირისგან, რაც უნდა გასაკვირი იყოს სასულიერო პირებისგანაც, ასეთი რამ, რომ საქართველოს ესა თუ ის პირი თურმე ვიღაცის მიერ უნდა იყოს აღიარებული და თურმე არ კმარო, რომ ქრისტე ჩვენ გვაღიარებს და რომ ქრისტე ქართველია და რომ ქრისტე სვანია. თურმე ეს არ კმარა. ჩვენ უნდა ვეძებოთ თურმე ქრისტე იერუსალიმში, ჩვენ უნდა ვეძებოთ ქრისტე თურმე იმ ცრუ მამებში, რომელმაც დააწესეს მსოფლიო საპატრიარქოები და ჩვენ მისგან უნდა მივიღოთ თურმე აღიარება. პირდაპირ გეტყვით, მე არავისგან არ მჭირდება აღიარება ასეთი ცრუ მამებისგან, რომელიც დღემდე ილუზიებში გვამყოფებს და ებრაული სტილის წერილებს გვიყვება. მე ისიც ვყოფნის, რომ ჩვენი გვაქვს და მე აქ ვეძიებ ჩემს არს, ვიდრე სხვას დავეკითხები. მე არ მინდა ვინმეს აღიარება, ისიც ვყოფნის, რომ ქრისტემ აღიარა. მე არ ვჩივი, რომ ვიყო ძლიერი, მე ძლიერი ვარ, რადგან ქრისტეში ვარ. მე უკვე ვარ და ისა ვარ, ვინცა ვარ. აღიარებას ითხოვენ ისინი, ვინც არ იციან ვინ არიან და ვისაც არ აქვს ინფორმაცია საკუთარ თავზე და ვისაც რწმენა არ გააჩნია. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩემი პირიდან გამომავალ სიტყვებს ესა თუ ის სასულიერო პირი იმეორებს და არა იმიტომ, რომ მან სულიწმინდისგან მიიღო დაფარულად ინფორმაცია, არამედ იმიტომ, რომ მან ჩემი ლაივიდან ესა თუ ის ინფორმაცია მოისმინა, ის თავისად ასაღებს და ასეთი მღვდლები
ჯერ კიდევ სამეფო პირის ძებნაში არიან, რომელიც სურთ, რომ ამა თუ იმ გენეტიკიდან გამოყვანილ რომელიღაცა სამეფო პირს სამეფო კანდიდატად გულისხმობენ. იმ ნიადაგზე ამა თუ იმ პირის დაშორება, ოჯახების დანგრევა, შემდეგ ამათი შეერთება, იმიტომ რომ ისინი არიან გრაალის სისხლის წარმომადგენლები და შემდეგ ამათი შვილი ის გაზრდილი შვილის ხელოვნურად გამოყვანილი წიწილა, მათი უნდათ რომ ესე იგი საქართველოს გადაარჩინონ. აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ დაქცეულია რწმენა როგორც ერში, ისე ბერში და ვაი საცოდაო საქართველო, რომ შენ ქრისტეს ვერც ხედავდი და ვერც ხედავ. და სწორი თქვა ქრისტემ, რომ იერუსალიმო, იერუსალიმო, როგორ მინდოდა შენი გადარჩენა, მაგრამ რა ვქნა, რომ ბრმა ხარო. ეს არ უთხრა ისრაელიტებს, ეს არ უთხრა იქ პალესტინელიტებს, ეს მოვიდა ქრისტე და ცხეთაში განაცხადა. ეს გვითხრა ჩვენ ქართველებს. იერუსალიმო, იერუსალიმო. თუ შენ იერუსალიმი ხარ, შენი გამოყვანილი წიწილით თუ ვინმე გინდა გააკვირვო, მე გეტყვი, რომ იქ შენი მომავალიც, წარსულიც და აწყვოც დანგრეულია. თუ შენ ისე ბრმა ხარ, რომ ვერ შეიცნობ ნიშნებს და ვერ შეიცნობს ქრისტეს სიტყვას და კიდევ მსოფლიო პატრიარქებიდან და კიდევ მსოფლიო პოლიტიკოსებიდან მოითხოვ შენ აღიარებას, შენი მომავალიც, წარსულიც და აწყვოც დასრულებულია. როდესაც ადამიანს აღიარება უჭირს, ის ვერასდროს ვერ იქნება აღიარებული ღმერთისგან. და მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ებრაელები ქართველებზე გონივრები აღმოჩნდნენ. გუშინ მქონდა საუბარი ჩემს ჯგუფთან ერთად და განვაცხადე ასეთი რამ. თუ კი ქართველი ასე დაეცა და თუ კი ქართველს ქრისტეს რწმენაც კი აღარ აქვს, მას ესე იგი ებრაელმა გვაჯობა და ამას აღიარება უნდა, რომ ებრაელი ქართველზე გონიერი აღმოჩნდა. და შემდეგ იყო ასეთი საუბრები, რომ ეს ხელოვნურად დაგეგმილია, ეს ხელოვნურად შექმნილია, ეს ისევ ურიებმა ჩანერგეს და ასე შემდეგ და მინდა გითხრათ, რომ სწორედაც რომ მანდ ვართ წაგებული, რომ სხვის დანერგილზე ავეგეთ და სხვის დანერგილმა ჩვენ გვაჯობა. სწორედ მანდ ვართ დამარცხებულნი, რომ ქრისტე დაგვავიწყდა და მსოფლიო პატრიარქებს მივტირით. იმ მსოფლიო პატრიარქებს, რომელი პატრიარქებიც მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის დასაწყისში იმ ცრუ მამებმა აირჩიეს და დააყენეს, რომელიც ცრუ მამების მიერაც კაცობრიობა იქნა ამოხოცილი ქრისტეს სახელით. ასეთ ხალხს მე ვერც გვერდში დაუდგები და ვერც ვერაფრით დავეხმარები, რადგან ჩემთან არს ქრისტე, არს და იყოს. მე ვერც ერში და ვერც ბერში ვერ დავინახე ის რწმენა, რომელიც ქართველს უნდა გააჩნდეს. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როგორც ყოველთვის, ამა სოფლისა მამა იყო ნოე და ამა სოფლისა მამის შვილებზე ვამყარებ იმედს. და თუ კი შვანნი ვითარცა ძლევა ისაკვირველის დროს გამოჩნდნენ, ისე გამოჩნდებიან. ისინი დამანახებენ მე
და მომცემენ იმის რწმენას, რომ ჯერ კიდევ არსებობს ემანუელი და რომ სამუელი სრულიად არ არის გაბატონებული ამ ბრმა საზოგადოებაში, რომ ჩვენთან არს ღმერთი და რომ ვისშიც ღმერთია ამ სიტყვებს ისმენს და იმას იგებს, რასაც ნათელი გონება იგებს და თუ ვერ იგებს, იქ უკვე ყველაფერი დასრულებულია. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, აღიარებაზე იბრძვის თითოეული კაცი ამ დედამიწაზე, თითოეული შტო თუ მოდგმა აღიარებაზე იბრძვის, თუმცა თავად უჭირს აღიარება. ვისი? ქრისტეს ხსენებაზე ალერგია ემართებათ, ზოგი თავისთვის გულში იცინის და ზოგი კიდე ნათლად იცინის. ქრისტეს აღიარებაზე. როგორც ქრისტეს დროს ისე დღეს, ვითომ ქრისტიანებში ირონიული ღიმილი ჩანს და ისმის. თუ ქრისტეს ვერ აღიარებ, რაც არ უნდა მსოფლიო პატრიარქმა და მსოფლიო საზოგადოებამ გაღიაროს ზეციურ ერაში, ეს ბათილია. თუ ქრისტეს ვერ აღიარებ, ვერც მამა ზეციერი ვერ გაღიარებს და ამ დიდ ბრძოლაში, სადაც დაწყებულია უკვე წარწყმენდა და სადაც სიკვდილი არის განაჩენი, შენ ვერავინ გადაგარჩენს ქრისტეს გარდა, ვერც მსოფლიო პატრიარქების აღიარება და ვერც მსოფლიო პოლიტიკოსების ხელმოწერები და ბეჭდები. და თუ ვინმე ქრისტიანი ამ ქვეყანაში დარჩენილა, ის ერთად დადგება. და იცით რა, მეგობრებო? ის წერილი, რომელიც ხელიდან გაუშვით და რომელიც ბრმაძისამებრ წაიკითხეთ და ნახევარ ფეხზე გათხარეთ და რომელ წერილშიც არ ჩაეძიეთ თუ რა არის იქ ნათქვამი, ასე ნახევარ ფეხზე აგებული სახელმწიფო თავზე დაგენგრათ. და ვისთანაც ეს წერილი მივიდა, არა ტყუილად და არა იმიტომ, რომ ამ წერილზე დახამდებოდა და აღიარებაზე დახამდებოდა ის პირი, რომელსაც ეს წერილი მიუვიდა, არამედ მიუვიდა იმ პირს, რომელიც არც ვინმეს აღიარებაზე დახამდება და არც ფულებზე, არც გვირგვინებზე და არც სხვა რამე სიფლიდეზე, არამედ ის ეძებს ადამიანებში ქრისტეს და თუ თქვენ ეს სასაცილოდ მიგაჩნიათ, ვერც ამ წერილის მხილველი გახდებით და ვერც ქრისტეს იხილავთ. თამარის აკლდამა რომ გაიხსნას, შენ ჯერ ქრისტე უნდა იწამო და თუ შენ ჯერ ვერ დამანახებ, რომ ქრისტე გწამს და თუ შენ ჯერ მსოფლიო პატრიარქებსა და მსოფლიო პოლიტიკოსებს მისტირი და მათ ხელმოწერებს მისტირი, პირდაპირ გეტყვი, რომ შენ არ იმსახურებ თამარ მეფის აკლდამის გახსნას და რომ ეს არ არის ის საკითხი, რომ დახამებული ადამიანი აღიარებაზე. მე აღიარება არ მჭირდება, არც ოქროები მჭირდება და არც ვერცხლები, არც ეს იაჰვეს შექმნილი ხორცი მჭირდება, რამე თუ გზა ჯვარზე ასვლა არის და რაც იაჰვემ მომცა სატანჯუელად, მასვე მივუგდებ. არც სიკვდილის მეშინია და არც აღიარება მჭირდება იმ იაჰვესგან, რომელი ხომაც
ჩემი ღმერთი იესო ქრისტე მოკლა. არც მისი ფულები მჭირდება და არც მისი პოზიციები. და თუ შენ ჯერ კიდევ სამუელი ხარ, მაშინ გიბრძანებ იესო ქრისტეს სახელით, რომ გახდი ემანუელი. და თუ შენ ემანუელი ვერ იქნები, შენი დედა ვერ გაღიარებს შენ შვილად. თუ გაურკვეველი ენით ვისაუბრებ ვინმესთვის, ახლა გარკვეული ენით გესაუბრებით, რომ საქართველოს რწმენა სანამ არ დაუბრუნდება, სანამ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ქრისტეს აღიარებაში არ იქნება და ამ ბრმაძისგან დაბრმავებული ცრუ იერუსალიმიდან წამოღებული თუ ებრაული წესით აღვლენილი წირვებით ქრისტეს ვერ შეუერთდება და სანამ სამოციქულო ეკლესია ქრისტეს ვერ დაინახავს და სანამ სამოციქულო ეკლესია ვერ დაინახავს, რომ აღდგომა დაწყებულია, მანამდე იქნება ბრმაძე და ამ ბრმაძეში ვერც ერთი სინათლე ვერ შეიტანს თავის წილს, რამე თუ ბრმა ბრმად რჩება. შენ გინდა მითხრა, რომ ჩემი ქრისტე და მისი აღიარება უძლურია სოფლიო პატრიარქების წინაშე? მე გეტყვი, რომ შენი სოფლიო პატრიარქებიც და შენი სოფლიო პოლიტიკაც უკანალში შეიკავეტეთ. თქვენი ფორმალობაც და თქვენი ფურცლებიც უკანალში შეიკავეტეთ ყველამ. ვინც ქრისტეს ვერ აღიარებს, მას ვერც მე ვაღიარებ. ახლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.